ჰაერის დაბინძურებაზე ყველამ გავიგეთ თბილისში და მის შემოგარენში საქართველოში ზოგადად ეს დღეები ჰაერი იყო დაბინძურებული და გაჩნდა ბევრი მითქმა-მოთქმა რომ რის გამო ხო ზოგი მშენებლობას აბრალებდა ზოგი რაღაც გამონაბოლქვს და ესე ზოგადად თბილისში ჰაერი უფრო დაბინძურებულია ვიდრე საშუალო ევროპულ ქალაქში ეს ნამდვილად ასეა ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი გადაწყვეტა ამ პრობლემის თუნდაც გამონაბოლქვის კუთხით ან სხვა სამშენებლო რეგულაციები ამიტომ ეს ნამდვილად არის რომ გამონაბოლქვი და სხვა მტვერი უფრო მეტია თბილისში და საქართველოში ვიდრე ევროპის სხვა უმეტეს ქალაქში თუმცა არც ძალიან კატასტროფა არ არის ხოლმე მაგრამ ეს ბოლო დღეები იყო ძალიან ცუდი მაჩვენებელი დასაშვებ ზღვარს აღემატებოდა 2-3ჯერ ანუ 200-300%-ით უარესი ნაწილაკები იყო ჰაერში რომ ამბობენ ხოლმე ჰაერის დაბინძურებას რას გულისხმობენ აი ეგ არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა რომ რას გულისხმობენ ან საიდან მოვიდა ეს რა დაბინძურა ესე 2 დღეში დაბინძურდა საქმე იმაშია რომ ჩვენს ახლო აღმოსავლეთში ქვევითან სამხრეთით არის უდაბნოები და ქარებს შემოაქვს ხოლმე აი ეს უდაბნოს მტვერი ხო ეს შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს რომ რაღაც უდაბნოს მტვერი საიდან სად მაგრამ ეს ხდება კი ანუ ჰაერის მასებს გადააქვს ეს უდაბნოს მტვერი ზოგჯერ რამდენიმე 100 კილომეტრზე და ხშირად ხდება ხოლმე და სადღაც ჩერდება ეს ჰაერის მასები ჩერდება იქ სადაც ქარი ჩერდება და ზუსტად ეს მოხდა ამ შემთხვევაში ანუ მოიმტანა ეს მტვერი უდაბნოდან ამას დაემატა აქაური ადგილობრივი დაბინძურება და აი იმ უდაბნოს მტვერმა რეალურად მოაქცია სენდვიჩივით ანუ გადაეფარა ქალაქს აქაური დაბინძურება რაც სამშენებლო მანქანების და ამავდროულად ვეღარ ავიდა ზევით დარჩა სასუნთქ დონეზე და ნახეთ ალბათ ყველას ვისაც არ აქვს მნიშვნელობა თქვენ თუ სხვისი მანქანა რა დონეზე რამდენიმე დღე თუ ეყენა და არ ეცხავდა პატრონი მტვერი რა დონეზე ედოზედ ხო ანუ ესე ზოგადად არ ხდება ხოლმე რომ ესე ერთ-ორ დღეში ესე საშინლად ტრიანდებოდეს მანქანა რომელიც ქუჩაზე არ აყენია თორე ქუჩაზე თუ აყენია ხო ანუ რეალურად თვალხილული იყო ეს დაბინძურება და ჰაერის და ეს მტვერი იყო თვალხილული და ამიტომ იყო რომ ადამიანებს შეეშინდათ რეალურად რომ რაშია საქმე ხო ნუ ეს ყველაფერი მოვიდა უდაბნოდან ძირითადად ამას დაემატა ადგილობრივი დაბინძურება და რამ მოიმატა რაში იყო საქმე არის ესეთი განასხვავებენ ხოლმე რამდენიმე სახის ნაწილაკებს დიდი მტვრის ნაწილაკები PM10-ს ეძახიან ნუ რამდენი მიკრომეტრია ზომა ამ ნაწილაკების იმით იზომება მოკლედ მაგრამ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა დიდები არის 10 პატარები არის 2.5 და ეს დიდი და პატარა ნაწილაკებს განასხვავებენ განსხვავება რა არის ხა ეს დიდი ნაწილაკები ეს PM10 უმეტესად იწვევს ზედა სასუნთქი გზების ანთებას და გაღიზიანებას ცხვირი ყელი თვალები თვალები არა სასუნთქი სისტემა რა თქმა უნდა მაგრამ თვალების გაღიზიანებასაც იწვევს და დისკომფორტს ყელის მიდამოში ცხვირის მიდამოში ასევე და ამას აკეთებს ეს დიდი ნაწილაკები პატარა ნაწილაკები ეს 2.5 არის უარესი ეს პატარა ნაწილაკები ღრმად ჩადის ფილტვებში და იწვევს ოქსიდაციურ სტრესს ანთებას აზიანებს არა მარტო ფილტვის ქსოვილს არამედ სისხლში გადადის და მათ შორის გულს აზიანებს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია რომ ეს პატარა ნაწილაკები 2.5 PM2.5 ეგ არის რაც არის მოკლედ ეგ არის ნომერ პირველი დაბინძურების მიზეზი და ჯანმრთელობაზე გავლენა რაც აქვს ანუ სიკვდილიანობის მხრივ აი ამ PM2.5-მა გადაასწრო თამბაქოსაც ადრე იყო რომ თამბაქო იყო ნომერ პირველი ეს გარემოს დაბინძურების მხრივ მკვლელი და ეხლა
იმდენად დაბინძურდა ქალაქები, რომ დადგინდა, რომ ეს PM2.5 ანუ პატარა ნაწილაკები არის ყველაზე დიდი საშინელება. მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია, კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვს საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. კიდე არის რაღაცები, ახლა მარტო ეს PM10 და PM2.5 არ არის. ჰაერში არის კიდე აზოტის დიოქსიდი, რომელიც ასთმის შეტევებს აძლიერებს და სასუნთქის სისტემის ანთებას იწვევს და ფილტრების ფუნქციას აუარესებს. ასევე გოგირდის დიოქსიდი, ეს ორი ეგ არის ხოლმე, რომელიც ინდუსტრიული ნამწვავების შედეგად წარმოიქმნება ბრონქოსპაზმს იწვევს. ოზონია კიდე, ოზონი წარმოიქმნება, როცა გამონაბოლქვს ეხება მზის სხივები და ოზონიც სასუნთქ სისტემას აუარესებს, შებოჭილობას გულმკერდის მიდამოში იწვევს, რთულდება სუნთქვა და ფილტვის ქსოვილის გაღიზიანებას იწვევს. ოზონის შესაბამისად, კარბონ მონოქსიდი არის CO, ანუ გამონაბოლქვი რაცა. ეგ ხა ქუჩებში იმდენად დიდი პრობლემა არ არის, რამდენად დახურ სივრცეებშია, გარაჟებში და ავტოფარეხში და ტუნელებში, გვირაბებში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა. რას უჩიოდნენ ადამიანები ჩვენ როცა ეს დაბინძურება გაძლიერდა, ცემინება, მცხვრიდან ჩამონადენი, ყელში უსიამოვნო შეგრძნება, თვალების შეშუპება და თვალებში სიწითლე და ყველა სუნთქვის გაძნელება, დაღლობის შეგრძნება და გულმკერდის მიდამოში შებოჭილობის შეგრძნება, ზოგ შემთხვევაში ბრონქოსპაზმი, თითქოს სუნთქვა უჭირს ადამიანს, ეგეთი შეგრძნებაც ქონდა ზოგ ადამიანს. ეხლა მინდა რომ ავხსნა აი ეს რითი ვზომავთ სამ გადავალთ ამ როგორ დავიცვათ თავი მაგაზე, ავხსნი როგორ იზომება ეს ჰაერის დაბინძურება. ჰაერის დაბინძურებას როცა ზომავენ, ამას ქვია AQI, ეგეთი სისტემა არის, იცით ზომავენ მოკლედ და რითიც საზღვრავენ და კლასიფიცირებული არის ინდექსია მოკლედ ეს რა, ჰაერის ხარისხის ინდექსი ესე ქვია და რიცხვებში გადაყავს აი ეს დამაბინძურებელი ნაწილაკები 0-დან 500-მდე. 0 არის იდეალური და 500 არის კატასტროფა. და ზომავენ ძირითადად შემდეგ ნაწილაკებს, ამ PM2.5 პატარები რაც არის, PM10, რომელიც დიდი ნაწილაკებია, მტვერი და ეგეთები, აზოტის დიოქსიდს, ქუჩა მანქანების გამონაბოლქვიდან რაც არის, გოგირდის დიოქსიდს, რომელიც არის ინდუსტრიული ქარხნები რომ მუშაობს, მაგედან არის, ოზონს, ოზონი არის მზეს რო ემატება გამონაბოლქვი, მაგედან მიიღება და CO. CO არის წვის შედეგად. წვის შედეგად, ანუ ღუმელებიც, სახში გათბობის ღუმელები, ეგენი CO-ს გამოიმუშავებს და მანქანებიც გამოიმუშავებს CO-ს. იცით ალბათ, რომ ვისაც დაგყავთ ტექნოლოგიებზე, CO-ზე ამოწმებენ ხოლმე მანქანებს. ეხლა 0-დან 50-მდე თუ არის, მიიჩნევა, რომ ამ ასეთ ჰაერზე არც ერთი ადამიანისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და ავადმყოფებისთვისაც ზედმეტი ტვირთი ეს არ არის. 50-დან 100-მდე თუ არის, ეს მიიჩნევა საშუალო დონის ჰაერად. მიიჩნევა, რომ არაუშავრა რა ესეა ჰაერი 51-დან 100-მდე. მაგრამ მგრძნობიარე ადამიანები, ვინც ჰაერის მიმართ მგრძნობიარები არიან, რაღაც დისკომფორტს გრძნობენ მაინც რა. რაღაც ისე ვერ არიან სასუნთქის სისტემის მხრივ და ესე. და რა სიმპტომები შეიძლება ქონდეს? აი ყელში სიმშრალის შეგრძნება, თვალების გაღიზიანება, გულმკერდის მიდამოში შებოჭილობის შეგრძნება თუ ასთმური ადამიანია. ეხლა
თუ 100-10 და 100-დან 150-მდე თუ არის აი გარი უკვე არაჯანსაღი ჰაერი და მაგას ადამიანი გრძნობიანი ადამიანები გრძნობენ ბავშვები, მოხუცები, ასთმიანი პაციენტები, გულის დაავადება, ვისაც აქვს ორსული ქალები და როგორ ყველა აქვთ უფრო ყელის გაღიზიანება შეიძლება დისკომფორტი სუნთქვისას, დისპნეა, სუნთქვის გაძნელებას და ქოშის რო ვამბობთ და დისპნეას ახლა არ იგულისხმება რომ ადამიანი იხრჩობა მსუბუქზეა საუბარი მსუბუქად და ასთმა ვისაც აქვს ასთმა უარესდებათ ეგ არის ხოლმე რა სიმპტომებიც აქვს როცა ეს AQI იწევს 151-დან 200-მდე ეგ არის უკვე არაჯანსაღი და ეს არაჯანსაღი უკვე ჯანმრთელ ადამიანებსაც აზიანებს და ჯანმრთელ ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს ხველება, თვალების წვა, სიმძიმის შეგრძნება, გულმკერდის მიდამოში თავის ტკივილი, დაღლილობა და ეს. შესაბამისად ადამიანები განიცდიან ამას. ამას აქვს გრძელვადიანი რისკებიც. ერთი რომ ფილტვების დაზიანებას იწვევს ნელ-ნელა, ესეთი დონეზე როცა მომატებული ასევე გულისთვის არის მნიშვნელოვანი სტრესი და გრძელვადიანად მაღალი წნევის რისკს ზრდის ესეთი დონის დაბინძურება ანუ 151-დან 200-მდე რო არის არითმიების რისკს, ათეროსკლეროზის რისკს თუ 200-დან 300-მდეა ძალიან არაჯანსაღია ან ძალიან არაჯანსაღი ჰაერია ხო სხვა დროს თბილისში სხვა იყო ახლა მე მაგალითად რაც შევხედე 100 და ეს ჰაერი სადაც 100 რაღაცაც იყო, ნუ 150 ქვეშ იყო, 150-მდე სადღაც. მე რაც ვნახე თუ თქვენ გაქვთ სხვა ინფორმაცია, დაწერეთ კომენტარებში, საინტერესოა თუ თქვენ საკვირდებოდით ამ ჰაერის ხარისხის ინდექსს, დაწერეთ კომენტარებში თქვენ როცა შეამოწმეთ, მაშინ რამდენი იყო. ეს იცვლება მუდმივად, ანუ ეს არ არის ფიქსირებული, ანუ რო ვთქვათ რომ ესე და ეხა ხვალაც ესე იქნება, ზეგაც ესე იქნება, არა, ანუ დღეს 100-ია და თუნდაც ამ საათში ესეა და შეიძლება რამდენიმე საათის მერე შეიცვალოს. ამიტომ ვარირებს და დაწერეთ თქვენი გამოცდილება რამდენი იყო. თუ კი თქვენ დააკვირდით ამ დაბინძურებას რაც მოხდა. ნუ 200-დან 300-მდე ძალიან არაჯანსაღია, მოკლედ და მნიშვნელოვანი სიმპტომები აქვს თითქმის ყველას. მათ შორის ეს ვიზინგი, ანუ სუნთქვის გაძნელება, სინუსების გაღიზიანება, დაღლილობა და მნიშვნელოვანი სიმპტომები. გრძელვადიანად საერთოდ მიიჩნევა, რომ ძალიან ცუდია ეგ დაიწვევს ბევრ დაავადებას, ქრონიკულ დაავადებას და ნუ 300-დან 500-მდე თუა ეგ უკვე არის ემერჯენსი მდგომარეობა, მან ადამიანის გაჩერება არ შეიძლება, იმდენად ძლიერია, ანუ იწვევს ძლიერ ასთმურ შეტევებს, მწვავე ბრონქიტს, არითმიებს, გულის შეტევის რისკი იზრდება, ფირლობის დაზიანების რისკი იზრდება და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი რო დავაკლასიფიციროთ მეორნაირად, ეს AQI 0-დან 50-მდე კაია ყველაფერი, 50-დან 100-მდე ძალიან გრძნობიარე ხალხი გრძნობს სიმშრალეს და გაღიზიანებას, 101-დან 150-მდე ადამიანები უკვე იწყებენ მსუბუქ სიმპტომებს და მაგრამ ჯანმრთელი ადამიანები მაინც ვერ გრძნობენ ვერაფერს, ძირითადად 151-დან უკვე ჯანმრთელი ადამიანებიც იწყებენ რომ რაღაც ისე არ არის. ამის შენიშვნას და ნუ 200-დან 300-მდე უკვე მნიშვნელოვანი სიმპტომები, 300-დან ზევით უკვე არის ძალიან ცუდი, უკვე გარეთ ყოფნა, ანუ წუთების განმავლობაშიც რო იყო გარეთ უკვე სიმპტომები იწყება, იმდანაც დაბინძურებულია ჰაერი. ეხლა ვთქვათ, რითი დავიცვათ თავი. ხო, რითი დავიცვათ თავი და თან მეცნიერულად არა, რაღაც ისე არა, რომ არამეცნიერული მეთოდებით არა. რითიც დადასტურებულია, რომ შეგვიძლია მართლა თავის დაცვა, ამაზე ვისაუბრებთ. პირველი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის N95 ან FFP2 ნიღბები.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიღბები მთელს ასე მთლიან სახელზე რო კეთდება, ეგეთებია ბრილიანტის ფორმის თუ ალმასი თუ რაც ქვია, diamond shapes რო ეძახეს მთლიანად რო გვერდებიდან ფარავს შესვლას მიხვდებით, ან ჩვეულებრივი კი არა, ქირურგიული ნიღბები არა, არამედ მთლიან სახელზე რო კეთდება ეგ რესპირატორები, ნუ უნდა ეწეროს რომ ან N95 ან FFP2, ესე უნდა ეწეროს. ეს ბლოკავს თითქმის 95%-ს აი ამ ჰაერის დაბინძურების, მოკლედ ძალიან კარგია. მეორე, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის სახლში, რომ გქონდეთ HEPA ფილტრები, HEPA დამწმენდები სახლის, რომელიც უნდა იყოს სუფთა H13 ან H14. რას ნიშნავს ეს? უნდა წმენდდეს თითქმის 0.3 მიკრონ ნაწილაკებსაც კი და ანუ 99%-იან 97% მეათედი დაცვას იძლევა, მოკლედ ძალიან ეფექტურია და თან რამდენიმე საათში შეუძლია რომ ჰაერი გაწმინდოს და ჰაერის დაბინძურებას მოკლედ ძალიან მნიშვნელოვნად ამცირებს რა, ანუ 70% ამცირებს, ნუ იმას ისრუტავს იმ ძალიან პატარა ნაწილაკებს, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერს ხო ვერ შეისრუტავს და ვერ გაწმინდავს ყველაფერს და 70%-მდე შეუძლია ჰაერის გაწმენდა სახლში, რაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია, ეგ მუდმივად ჩართული უნდა იყოს დაბალ დონეზე მაინც იმისთვის, რომ ჰაერი გაწმინდოს სახლში, მნიშვნელოვანია. შემდეგი, როცა მომატებულია, ფანჯრები უნდა დახუროთ. განსაკუთრებით პიკის საათებში, როცა მანქანების დიდი მოძრაობა ან აკონტროლეთ ეს AQI და როცა მომატებულია, მაშინ ფანჯრები უნდა იყოს დახურული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ამით შესაძლებელია, რომ მნიშვნელოვნად გაწმინდოს სახლში ჰაერი და ფანჯრები უნდა გამოაღო, როცა წვიმა მოვა იქიდან 15 წუთის მერე და მეორე უნდა გამოაღო, როცა AQI 70-ზე ნაკლები იქნება. აი ეგ მიიჩნევა, რომ ეგ არის საუკეთესო. მეოთხე რის გაკეთებას შეგიძლიათ არის, რომ არ უნდა ივარჯიშო გარეთ, როცა მაღალი ეს AQI-ა, რადგან ვარჯიშის დროს, როცა გულისცემა ჩქარდება, შენი ფილტვები იღებენ 10-ჯერ მეტ ჟანგბადს და 10-ჯერ მეტ ჰაერს რეალურად და იღებ 10-ჯერ მეტ დაბინძურებას, ანუ ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ არის, რომ გარეთ თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ჰაერზე, სუფთა ჰაერზე ვარჯიშობ, მაშინ ეგ ვარჯიში შეიძლება უარესი იყოს შენი სასუნთქი სისტემისთვის, ვიდრე ის, რომ ან არ ივარჯიშო, ან სახლში ივარჯიშო. ხო, ასევე სახლში უნდა გაზარდოთ ტენიანობა, სახლში თუ ტენიანობას გაზრდით, ნაკლები მტვერი იქნება, ნაკლები მტვრის ნაწილაკები იქნება, ნაკლებად დაბინძურებული ჰაერი იქნება. ტენიანობა უნდა იყოს 40%-დან 60%-მდე. ტენიანობის გაზრდა შესაძლებელია არ დამატენიანებლები არის, ჰუმიდიფაიერები, რომელიც იყიდება, ან უბრალოდ შეგიძლია გააცხელოთ წყალი ქვაბით, ადუღოთ, დადგა და დაატენიანებს ჰაერს. ნუ მარტივად. წყლის მიღება დიდი რაოდენობით რა დააგაშე ადამიანის ზომას, სასურველია რომ 2 ლიტრი, 2.5 ლიტრამდე, თუ პატარა ადამიანი ტანად შეიძლება 1.5 ლიტრიც ეყოს, განჩია ადამიანს, მაგას აქვს მნიშვნელობა და ცხვირში ფიზიოლოგიური ხსნარის გამოლება დღეში ერთხელ ან ორჯერ, ან შესხურება შესაძლებელია, ან გამორეცხვა, თუ განსაკუთრებით თუ ალერგიული ადამიანი ხართ, მნიშვნელოვნად წმენდს ეს ცხვირის ხრუს, თუ ალერგიული ადამიანი ბრძანდებით განსაკუთრებით მაშინ. ასევე მეცხრე რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის, რომ მიირთვათ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები. ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები არის ხილის უმეტესობა, კენკროვანი, ციტრუსები, პამიდორი, ისპანახი, ბროკოლი, თხილეულობა, შესაბამისად
მოკლედ ჩვენ რასაც ჯანსაღს აკვებს ვეძახით, ანტიოქსიდანტები არის, ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ განეიტრალონ გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად. მესამე რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის ომეგა-3-ის მიღება. ომეგა-3 ასევე ანტიოქსიდანტია და თან კიდე მნიშვნელოვნად ამცირებს სისტემურ ანთებას, რომელსაც იწვევს აი ეს PM2.5 ნაწილაკები, შესაბამისად 1-დან 2 გრამამდე დღის განმავლობაში თევზის ქონი, ან ომეგა-3, EPA plus DHA ორივე უნდა შედიოდეს, მიიღოთ ყოველ დღე 1-დან 2 გრამამდე, ან ცხიმიანი თევზის ჭამა კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ. მნიშვნელოვნად შეუძლია შეამციროს ანთება. თითქმის 30%-ით ორგანიზმში. ვიტამინი C და ვიტამინ C-ს რაც შეიცავს ის საკვები. ვიტამინი C-ს შეიცავს ციტრუსები, კივი, კენკროვანი და წიწაკები მაგალითად. კიდე სხვა ბოსტნეული შეიცავს, მწვანე რაც ახშირად შეიცავს, ვაშლი შეიცავს და ესე ოღონდ ცოტა, მაგრამ კივი, ციტრუსები შეიცავს დიდი რაოდენობით. თუ საკვები დანამატად იღებ, მაშინ 500-დან 1000 მილიგრამამდე დღის განმავლობაში, დოზა სასურველი გაიყოს და არა ერთჯერადად და სასურველი არ კვებასთან ერთად მიიღოს ადამიანმა C ვიტამინი, ასევე E ვიტამინი. E ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია. E ვიტამინი დღეში 100-დან 200 საერთაშორისო ერთეული დღის განმავლობაში და არ არის საჭირო ძალიან მაღალი დოზებით მიიღება მისი, თუმცა აი დაბალი დოზებით მოკლედ კარგია. ასევე მოწევას უნდა დაანებო თავი თუ რა თქმა უნდა, ეგეთი საკითხია რა, რომ ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც ძნელია ადამიანებამდე მიტანა ზოგჯერ, მაგრამ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სინერგიული ეფექტი აქვს. გარემოს დაბინძურებას პლუს მოწევა 5-ჯერ აზიანებს ფილტვებს. ღრმა სუნთქვის პრაქტიკაც ეხმარება. ღრმა სუნთქვის პრაქტიკაში იგულისხმება 4-7-8 პრინციპი, მაგალითად 4 წამის განმავლობაში შესუნთქვა, 7 წამის განმავლობაში გაჩერება, 8 წამის განმავლობაში ამოსუნთქვა. ეს არის ნელი სუნთქვა, მუცლი დიაფრაგმული სუნთქვა. 5 სუნთქვას ეძახიან კიდე ბოქს 4-4-4-4, ანუ 4 წამის განმავლობაში შეისუნთქა, 4 წამის განმავლობაში შეჩერდები, 4 წამის განმავლობაში ამოისუნთქა, მე 4 წამის განმავლობაში ისევ შეჩერდები. ესიც ეხმარება ფილტვების გაწმენდაში. ასევე შესაძლებელია არის ისინი მტვერსასრუტები, რომელსაც აქვს ფილტრები, ასევე HEPA ფილტრები. ჩვეულებრივი მტვერსასრუტი უმეტესად იმ მტვერსასრუტთან დგას, უკან აბრუნებს ხოლმე ის ფილტრი არ არის საკმარისი, მაგრამ HEPA ფილტრი თუ არის ეგეთი კარგია, ძვირია შესაბამისად. ასევე მე-18 არის რომ გაატაროთ დრო ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლები დაბინძურება, თუ შეძლებთ და თუ არის საშუალება, მაგას რაჯობია, პარკებში, უფრო შედარებით მაღალ ადგილებში, სადაც ბუნება უფრო მეტად და ანუ რეალურად სუფთა ჰაერის სუნთქვა. და ასევე შემდეგი არის რომ აკონტროლეთ გარე ეს AQI, ანუ ჰაერის დაბინძურების პარამეტრები აკონტროლეთ, ინდექსი რა ხდება. აპლიკაციები არის, ტელეფონში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, ვისაც კომპიუტერი გაქვთ, ის Windows-ი ისაც აჩვენებს, თუ Windows-ის ის არის და მაგნეტს ალბათ აჩვენებს, არ ვიცი. თუ არა და რა უნდა ეს AQI-ის ჩაწერთ იმაში Google-ში და ის გაჩვენებს რა ხდება თქვენს რეგიონში. ხო, ეხლა სახში რისი გაკეთება შეგვიძლია. პირველი არის რომ ორთქლის შესუნთქვა 2-5 წუთის განმავლობაში. ორთქლის შესუნთქვა რა არის? ჩვეულებრივი ორთქლის სუნთქვა ბავშვობაში ალბათ რა ყველას გაკეთებიათ, რომ ცივდებოდით ხოლმე, ან ბრონქიტი გვემართებოდა, რომ ადუღებდნენ წყალს ქვაბით და რომ ესუნთქავ მაშინ. მეორე არის ჯინჯერის ჩაი. ჯინჯერის ჩაის აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბიოტიკო და ანტიოქსიდანტური ეფექტი, ამიტომ ეფექტურია. ასევე ტურმერიკი ან კურკუმინი შავ წიწაკასთან ერთად, თუ ამ საკვებ დაამატს მიიღებთ, ან უბრალოდ გავურიეთ ერთმანეთში, თუ ფხვნილად გაქვთ ერთი მეორე,
გაურიეთ და ცხელ წყალში ანუ ნახევარი ჩაის კოზი კურკუმინი ცოტა შავი წიწაკა გაჩაყარეთ ცხელ წყალში და დალიეთ მიიჩნევა რომ ერთ-ერთი კარგია რადგან ანტიოქსიდანტურია ამ სისტემურ ანთებას ამცირებს თაფლი და წყალი თაფლიანი წყალი თბილი წყალი ასევე კაია რადგან ამშვიდებს ყელს ამცირებს ხველას და დაეკვრება აი ზედასასუნთქ ანუ ყელის მიდამოში და ხახას გადაეკვრება ცოტა ეს თაფლი და იცავს მოკლედ დამცავი ეფექტი აქვს ასევე მარილწყალის გამოვლება შესაძლებელია თბილი სუპების ბულიონების მიღება მნიშვნელოვანია და ასევე სახლში ვისაც ბუნებრივი მცენარები აქვს მცირედი დაუმჯობესებს მოკლედ აი ამ გარემოს ტენიანობას და ესეც ეხმარება ადამიანებს თუმცა არ ისე არ ეხმარება რომ ეს გაფილტროს ეს პატარა ნაწილაკები მაგრამ რაღაც დონეზე მაინც ეხმარება და ლიმნიანი წყალი ლიმნიანი წყალი ჰიდრატაციას პლუს C ვიტამინია ამის გაკეთებაც შეგიძლიათ და როცა დაწვევით ცოტა მაღალი ბალიში იმიტომ რომ პოსტნაზალური დრიპი აირიდოთ ან ცხვირიდან არ გადავიდეს ლორწო უკან სასუნთქის სისტემაში და სასუნთქის სისტემა არ გააღიზიანოს აი ამების გაკეთება შეგიძლიათ სახლის პირობებში იმისთვის რომ თავი დავიცვათ აი ჰაერის დაფიძურებისგან რა თქმა უნდა აქ საუბარი არა რა თქმა უნდა რომ პოლიტიკური საკითხიც არის ქვეყნის ეკონომიკაზეც ამნიშნულოვანი თუმცა ეხლა მაგებს რა თქმა უნდა მე არ ვეხები თუმცა დიდი კრიტიკა შეიძლება რა იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ჯანმრთელობაზე გადის ეს ყველაფერი რასაც აკეთებენ ან არ აკეთებენ მაგრამ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის ამ შემთხვევაში ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ეს იყო რის თქმაც მინდოდა მადლობა რომ მისმენდით მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ მადლობა ინტერესისთვის